მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ანალიზის დრო. დღეს 10 დეკემბერია, ოთხშაბათი, საღამოს 8 საათი და ეს იმას ნიშნავს, რომ გადაცემაც დაიწყო. დღეს ჩვენთან ერთად სტუმრად ყავს, ჩემთან სტუმრად არის გადაცემაში ჟურნალისტი, მეგას დაჯილდოების დამფუძნებელი და ვეტერანი სამხედრო ვესო ჩობინიძე, მოგესალმები. ისე როგორი სინთეზია არა, ჟურნალისტი და ვეტერანი ერთად. კი, ეგრეა. სწორად აღნიშნე და თუმცა ჩემი მთავარი პროფესია მაინც ჟურნალისტობაა, მე გაახსენე, მაგრამ ჟურნალისტობა ის არის, რაც დიპლომირებულად შემიძლია თქვა, რომ ხელში მიჭირავს. გამარჯობა. მადლობა, რომ ჩემს სტუდიაში მოვბრძანდი, ჩემს გადაცემაში მოვბრძანდი და გამონახეთ რომ რომელიც თითქმის საერთოდ არ გაქვს და დავთანხმდი და არა, სხვათა შორის არა, გეტყვი ხან თან ესე რო იციან ხოლმე რესპონდენტი, იცით, ძალიან ბევრ დრო არა, დრო ყოველთვის ყველასთვის უნდა გამონახოთ. დრო თუ სწორად გადანაწილდება ადამიანების მიერ, ყველაფრისთვის დაგჭება დრო. ადამიანებისთვისაც, საქმისთვისაც, ურთიერთობისთვისაც თუ სწორად გადანაწილებ ამ დროს. მე არ ვარ ახლა თქვათ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი რა დილის 9 საათზე მიდის სამსახურში და საღამოს 8 საათზე მოდის იქიდან. ალბათ საბედნიეროდ არ ვარ ეს, იმიტომ რომ ეს თავისუფლებას დამაკარგვინებდა. ამიტომ მე მაგას ვერ ვიტყოდი, სულად ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე სურვილი მქონდა ვაფასებ აი ამ ჯგუფს და გუნდს შესას მიჭებს უყოლას და იმიტომ ვარ მე დღეს აქ. მადლობა ბესო, გაფასებ იცი, როგორ მიყვარხარ, ეგეც იცი. პირველი ეს არის გადაცემის პირველი ბლოკი. მე განსაზღვრული მქონდა მეორე ბლოკში რომ მოსულიყავი, მაგრამ პირველი ნუ ყოველთვის რჩება პირველი. თუ გინდა გავჩერდეთ და გადავიდეთ. არა, რახან დავიწყეთ და მივყვეთ ბოლომდე. ჯგრულად კარგად. დღეს ჩვენი გადაცემა, ჩემი პირველი ბლოკი ბესოსთან ერთად შეეხება მთლიანად მეგას დაჯილდოებას და თემა არის ასეთი, მეგა წარსული აწყვო მომავალი და ჯობია დავიწყოთ მე მგონი ამ თემაზე საუბარი. ხო რა არიცი, 26 წელიწადია ამ თემაზე ვსაუბრობ. ნუ აწი უკვე 27 წელი დაიწყება და ეს რატო ვახსენე ახლა ეს ციფრები, დიახ, ზუსტად ამდენი წლის არის ოფიციალურად მეგას დაჯილდოების ცერემონია. 26 წელი ჩავამთავრეთ წელს, აგერ 1 და 8 ნოემბერს ქონდა დაჯილდოების ცერემონიალის ორი შტო, ერთი პირველი ქორეო და ფოლკ მეგა, ცალკე 1 ნოემბერს რომელიც ჩატარდა მცხეთის კულტურის ცენტრში და მეორე აკადემიური, კლასიკური უპროფესორი დაჯილდოების ცერემონია, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, კინო, თეატრი, პოეზია მწერლები 8 ნოემბერს ქორთიართ მერიოტის დარბაზში. ეს არის ორი განშტოება მივეცით და ნუ ეხლა მოგეხსენებათ ამასაკის შეიძლება ბავშვი იყავი და შეიძლება სულ არ ახარ ამასაკის, მაგრამ ვისაც ახსოვს 90-იანი წლების ბოლოს დავიწყეთ ჩვენ ამ ყველაფრის შექმნა, ამას წინა ცოტა შორის ჩემ კოლეგებთან მეორე არხის არქივში აღმოვაჩინე ჩემი თავი ინტერვიუ მქონდა მიცემული 1997 წელს, ბავშვი ვარ რაღაც 22 წლის, რომ ამბობ რომ იცით ჩვენ უნდა შევქმნათ დაჯილდოების ცერემონია, რაღაცა ღონისძიება, სადაც სტიმულს მივცემთ ადამიანებს, სადაც იქნება იმის საშუალება, რომ ახალგაზრდობა არ წავიდეს ემიგრაციაში, ამას ვამბობ 1997 წელს იმ ჩანაწერში. აქ შევუწყოთ ხელი ნიჭიერ ადამიანებს, აქ შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს ხელი და მათ მივცეთ სტიმული აი ამ დაჯილდოებით. და პირობით სახელებსაც ვასახელებ იქ სირიუსი და რაღაც სახელებს ვიგონებდი და 97 წლის ჩანაწერია და ინტერნეტში დევს ეს მით უმეტეს ჩემ პროფილის გვერდებზე და ჩემს საიტებზე და რო უყურებ იმ ჩანაწერს, ხო, მეღიმება სასიამოვნოდ. ესე იგი 97 წელს მე უკვე ხვდებოდი, რომ ემიგრაციის ტალღა იწყებოდა საქართველოდან იქით უცხოეთში და მინდოდა რომ ის დიდი ხელოვანი ადამიანები, ვისთვისაც მაშინ ჟურნალი ვარსკვლავები მუშაობდა და გაზეთი კოქტეილი იმ პერიოდისთვის აქ დარჩენილიყვნენ საკუთარ ქვეყანაში და კი ვგრძნობდი მე იმ საშიშროებას, რომ ემიგრაცია გახდებოდა პირველი პრობლემა ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნისთვის
და ნუ ის რომ თქვათ ემიგრაცია დღეს რა თქმა უნდა ხარში უდგას ჩვენს ქვეყანას ეკონომიურად ეს სხვა თემაა 97-ში მივხვდი მაგ ყველაფერს ჯერ კიდე 22 წლის ასაკში და ნუ რა მეგონა რომ ჩემი შვილიც კი რომელიც მაშინ 2 წლის იყო და წარმატებულია ემიგრანტი გახდებოდა რა მეგონა ვერაზოს ვერ წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს და ამიტომ მაჩოზე მაქვს ისო ერთი შვილი მყავს ხო სამწუხაროდ და აი ეს იყო პერიოდი აი ამ ყველაფრის გადმოძახილი იყო ის რომ მოდი აქ ვცეთ პატივი ამ ქვეყანაში ვცეთ პატივი იმ ხელოვან ადამიანებს ახალგაზრდებს უპირველეს ყოვლისა ძველგაზრდებზე აღარ მაქვს საუბარი იმიტომ რომ საზოგადოება მიცის ჩემი დამოკიდებულება ეგრეთ წოდებულ ძველგაზრდებთან და ჩემი პატივისცემა მათ მიმართ იმიტომ რომ დღემდე მათი მოფერების რეჟიმში ვარსებობ მე თუ რამე მაქვს მიზანი ალბათ აი ამ დიდებული ადამიანების ყველა გაგივით პატივისცემა და მოფერება იქნება ეს მეგას დაჯილდოების ცერემონია აგერ 27 წლოვანი ისტორიის თუ იქნება საქართველოს მამაკაცთა სახალხო დაჯილდოების ცერემონია ოქროს არწივი რომელსაც ჩვენ მეოთხედ ჩავატარებთ აგერ 28 მარტს თბილისი მერიოტის დარბაზში აი ეს მეორე დაჯილდოების ცერემონია ოქროს არწივი კონკრეტულად მამაკაცების დაჯილდოების ცერემონია სხვა ოღონდ ხელოვან მამაკაცებზე არ არის საუბარი რა პროფესიებია ყველა ნუ იქ ექიმიდან დაწყებული ინჟინერი და მეომრებით დამთავრებული თუ არა დაწყებული ყველა მოიაზრება სპორტსმენები და ისეთი გრანდიოზული სახელის და გვარის ადამიანები არიან რომლებიც ერთად იკრიბებიან აი ამ ოქროს არწივის დაჯილდოების ცერემონიაზე და ვაჟკაცი კაცები თავის ცხოვრების წესით ვაჟკაცურად ნაცხოვრი ადამიანები იქნება ეს სპორტის მსახურებით, მედიცინის მსახურებით, ხელოვნების მსახურებით თუ იქნება ეს არ ვიცი ნებისმიერი სფეროს მსახურები, ნებისმიერი სფეროს ხო გეუბნები სამხედრო სფეროდან დაწყებული, დამთავრებული ქალაქის დასუფთავების კეთილ აი ამ ყველა სადაც ჩვენ შეგვიძლია კაცის ვაჟკაცობა დავინახოთ, რომელმაც თავისთავი გამოავლინა თავის ცხოვრების წესით. თავის ცხოვრების წესით მსახურება საკუთარი ქვეყნისა. ეს არის ჩვენი მეგას გადავახტი ახლა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში რადგან მე ზივარ აქ, ორივეზე მიწევს საუბარი და ოქროს არწივი რატო ქვია? იმიტომ რომ დიდებული ადამიანი საპატივცემულო თემურ ციკლაური საპატივცემულო დავარქვი მამაკაცთა სახალხო აკადემიურ ჯილდოს ოქროს არწივი და აი ხა ისეთი სახელდაგვარება აი სპორტიდან და ალექსანდრე ჩივაძიდან და გუცაევიდან და ჩელებაძიდან დაწყებული დამთავრებული ვეტერანი ბიჭებით ჩემი სამხედრო მეომრები დამთავრებული ვისთვისაც პატივია ის რომ მთელი საქართველო უნდა ეფეროს ამ ხალხს ყველა ნებისმიერი სფეროდან და აი ასე მოვდივარ დღემდე ოქროს არწივის და მეგას დაჯილდოების ცერემონიით, სადაც მხოლოდ ხელოვან ადამიანებს ვაჯილდოებთ. ადრე იყო მხოლოდ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია იყო და მუსიკასთან ასოცირებული ადამიანები ჯილდოვდებოდნენ. იქნება ეს კომპოზიტორი, იქნება ეს ტექსტის ავტორი თუ თავად შემსრულებელი სხვადასხვა ნომინაციებში. ახლა უკვე საკპატენჩიც კი ასე ვართ დარეგისტრირებული, როგორც სახელოვნებო, სხვადასხვა მეგა არის ერთადერთი სრულად სახელოვნებო ჯილდო. სადაც მწერლები, მხატვრები, პოეტები, შესაბამისად მუსიკოსები, მომღერლები, კომპოზიტორები, არანჟირების ოსტატებიც, აი ამას ხელოვნებასთან ასოცირებული ადამიანები ჯილდოვდებიან ყოველთვის. ასე იყო 8 ნოემბერსაც აკადემიური და როგორც გითხარი, 1 ნოემბერს ქორეო და ფოლკ მსახურებით დაჯილდოებული ძალიან მაგარი ადამიანები. რომლებიც ემსახურებიან აი ამ ძალიან მაგარ სფეროს, რომელიც მე სულ ვამბობ ხოლმე ხა სცენაზე როცა გამოვდივარ, როგორც წამყვანი, სხვადასხვა ღონისძიებების, ხო? ყველაზე დიდი სატრაბახო, რაც საქართველოს აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში, ეს არის ხელოვნება. პირველი, რითაც ჩვენ გვაფასებს საერთაშორისო საზოგადოება, ეს არის ჩვენი ხელოვნება. რას უკრავენ ტაშს უცხოეთში? ქართულ ცეკვებს. რას უკრავენ ტაშს? ქართულ პოეზიას, ქართულ წიგნებს, შოთა რუსთაველს უკრავენ და შოთა რუსთაველს თარგმნიან, კოსმოსში ჩაკორლოს უშვებენ. ანუ ეს ყველაფერი ასოცირდება ხელოვნებასთან და ქართულთან. აი ეს არის
ფუძე ყველაფრის საქართველოს სიძლიერისა და როცა ამ ხალხს და ამ ფუძეს დააფასებ, მაშინ ამოაშენებ კედლებს მყარად ამ ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი კრედო. ჩემო ბესო, შეგვიძლია ცოტა წარსულში დავბრუნდეთ და გავიხსენოთ პირველი ჯილდო. თუ გახსოვს ვის გადაიღო? რას ქვია მახსოვს კაც როგორ ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ კოვიდი როდის იყო პანდემია 4-5 წელი 2018-დან დაიწყო 19 ბოლოდან 20-დან ხო? მიუხედავად იმისა რომ 4 წელი გავიდა და რაღაც დამიტოვა სხვათა შორის სახელს და გვარებში ცოტა უკვე ვატყობ რომ ვეღარ ვიხმენებ ხოლმე ადამიანს და ჩემ თავს დავწინი ხოლმე რომ აი რა ქვია ბესო ჩუბინძე კოვიდის შენი შედეგი რაც დაგიტოვა იმ პანდემიამ ხო ესენი ყველაფერი მახსოვს რაც არის შეგიძლია გაიხსნა რაც ქვია როგორ არ შემიძლია 1999 წელი იყო როცა ვისხედით რედაქციაში ჩართული მქონდა იქ 600 ვატიანი გენერატორი აივანზე და იმ 600 ვატიანი გენერატორის ბაზაზე ვამუშავებდით კომპიუტერს შენ საერთოდ თუ გსმენია პენტიუმამდე არა პენტიუმი ყველას გსმენია მაგრამ პენტიუმამდე არსებობდა კომპიუტერები რომელსაც თქვა 286 386 486 რა თქმა უნდა მაგის პენტიუმამდე იყო ეს ყველაფერი ჩვენ ქონა 486 ესეთი ნომრებით იყო ხოლმე და იმ 486-ზე ვკრებდით ტექსტში რაიტერში ის Word-ი მაშინ საერთოდ Word-ი არ იყო მაშინ. იყო, მაგრამ ძალიან დიდარი უნდა ყოფილიყავი რომ ქონოდა რა Windows-ის აი Word-ი თუ ქონდა ჩათვალე მაგრად იყავი რა. და იქ დავიწყეთ ამ სიის წერა და იყო სახე, ჯგუფი, იყო ქუჩის ბიჭები, კაბუ, სტეფანე მღებრიშვილი, დათო ხუჯაძე თუ იყო. დათო ხუჯაძე სახეში იყო. შესაბამისად სახე. სახე, ქუჩის ბიჭები, კაბუ, სტეფანე მღებრიშვილი მაია ყარყარაშვილი ღმერთო გამახსენე და ის იყო კიდე ერთი გოგო იმას რომ ღეროდა ქალს შვენიერ ქალს მერკვილაც ხო აი ეს 7 ადამიანი იყო რა თუ რამდენიც გამოვიდა და დავაჯილდოეთ როგორ იცი აი შეუკვეთეთ რაღაც მე მგონი ავიაციო ქარხანაში მეგას ძალიან მძიმე ძვირფასი ყველა გაგებით ძვირფასი სტატუა პირამიდაზე დამაგრებული ვარსკვლავი. იმიტომ რომ ჩვენ ავყავ პირამიდის თავში, მაგრამ შენ იცოდე რომ მოქანქარე ვარსკვლავი ხარ და უნდა მოიქცე ისე როგორც შეეფერება ღირსეულ ვარსკვლავს. თუ გინდა რომ სამუდამოდ დარჩე პირამიდის წვერზე. და ეს იყო მთელი ჩვენი ამბავი და აქედან დაიწყო. ჩავატარეთ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რა თქმა უნდა, ბილეთს ვყიდდით კარგად მახსოვს ძალიან 10, 9, 8 და 7 ლარი ღირდა ბილეთი. ის კი არა 7, 8 და 10, არა. 10, 9, 8 და 7. იმიტომ რომ პირველი რიგიდან 25 რიგისკენ მიდის ათვლა, ხო? და არა 25-დან პირველისკენ. პირველი რიგის ბილეთები ღირდა 10 ლარი, მერე 9, მერე 7, მერე 6. მერე 8 და მერე 7 უпроსო. ხო, არა მე არავის. და ეს ბილეთები იყიდებოდა გადამყიდველებში და 50 ლარა და ადგილი არ იყო. ეგ და პირველად დაოფინეთ სხვადასხვა წითელი ხალიჩა კი არა, მწვანე ხალიჩა. და რატო არ იჭირა ეს მწვანე? იცი როგორ იყო? წითელი ვერ ვიშოვეთ და ერთადერთი მაშინ ქონა პრეზიდენტის კანცელარიას შევარდნაძეს ქონა ეს წითელი ხალიჩა და აეროპორტში ქონდათ ეს წითელი ხალიჩა და რამდენადაც მახსოვს დაკუჭული და ის იყო რა ქვია დაბინძურებული მიგდებული იყო სადაც და უარი ვთქვი მაშინ ხალიჩაზე მწვანე ხალიჩა გვეფინა ძალიან კარგად გამოიარა ყველა იმ მწვანე ხალიჩაზე შედგა პირველი შოუ რომელიც გაკეთდა ფილარმონიაზე გულისხმობთ მანამდე კეთდებოდა კაცო მილიონი კონცერტები და რაღაცეები კეთდებოდა ხოლმე ასე დაიწყო ეს პირველი და ნუ 26-ე კიდე აგერ ქორთერთ მერიოდში ამ ძალიან მაგარ ადამიანებთან და რა თქმა უნდა ტრანსფორმაცია განიცადა მეგას ჯილდომ ბევრჯერ ახლა მეგას ჯილდო არის ესეთი ძალიან ლამაზი გაერთიანებული საქართველოს კონტურებით შექმნილი ჯილდო სადაც წარწერაც არის რა თქმა უნდა საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის აკადემიური დაჯილდოების ცერემონიალი მეგა და გაერთიანებული საქართველოს კონტურებზე წარმოქმნილი ვარსკვლავების ტრიუმფალური ასე ვთქვათ ფორმატი. იმიტომ რომ პირადად ჩემთვის გაერთიანებული საქართველო იქნება ყოველთვის ნომერ პირველი, რაც უნდა შევახსენოთ ყველას. ეს იქნება ძველგაზრდა ვარსკვლავი თუ ახალგაზრდა ვარსკვლავი. თუ დამწვენ. ხო. თუ დამწვენ.
დამწყებებს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მეგას დაჯილდოებაზე ამ კუთხით თვითონ აკადემიურ სფეროში უკვე ფორმატი აღარ ითვალისწინებს. ხო, მაგისტრის მოგონილი აქვს უკვე რაღაცა 1000 გვარი რაღაც დაჯვრის ცერემონიალები გააკეთეს ვიღაცებმა და იქ ექიმებს, სტომატოლოგებს, რაღაც პარიკმახერებს და მას ერთად აჯილდოებენ ხოლმე და იქ ის სეგმენტი იქით გადავიდა. აი ჩვენ ცოტა უფრო მსუყე და უფრო ღირებულებებით ის გაგვიჩნდა პრეტენზია, იმიტომ რომ ჩვენი წარსული და უწყვეტი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უწყვეტი 27 წლოვანი ისტორია მეგასი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გქონდეს ჩვენი ამბიციები, რომ უწყვეტად როცა 27 წელი აკეთებ დაჯილდოების ცერემონიას, გაქვს უკვე შენ თავთან იმისი საშუალება, რომ ცოტა უფრო ზედა ხაზზე ახვიდე ლეველს, რომ ეძახიან ხო. თუმცა, თქმა უნდა, ჩვენ ახალგაზრდების წამახალისებელი გვაქვს ქორეო და ფოლკ მეგაზე და ამით ვეფერებით იმ თაობას, რომელიც ჩემთვის ძალიან ღირსეულია. მაგრამ ის თაობა, ვინც იქ მოდის ფოლკ და ქორეო მეგას დაჯილდოების ცერემონიაზე ყოველთვის არის თავიანთი მშობლების და თავიანთი ქორეოგრაფების და პედაგოგების დამსახურებით გაზრდილ ისე და იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებასაც ჟარგონს გამოვიყენებ, ჩვენ ვაწვევით მთელი ცხოვრება და პირადად მე საქართველოს და ყველაფერი ქართულის დაფასება. სხვა იქ ვერ მოხდება. სხვებისთვის, ეს ფერადოვანი ბიჭუნებისთვის და ფერადოვანი ქალბატონებისთვის, განსაკუთრებით ექსპეროვნებისთვის არსებობს სხვა დაჯვრის ცერემონიალები და შეუძლიათ იქ მიმართონ და აღიმაღლონ თავისი აუგისი ცხოვრება ყოველთვის. მესო რა მინდა კითხო, შეიძლება სულელური კითხვა გამომივიდეს, მაგრამ აუცილებლად მინდა კითხო. დავახსენო ღმერთმა გაანათლოს მისი სული, თემურ ციკლაური, ძალიან კარგი, საუკეთესო ადამიანი და პროფესიონალი მის საქმეში და ეხლა ვიცი არ ვიცნობდი პირადად სამწუხაროდ ბატონ თემურს, მაგრამ ვიცი რომ ისეთი ადამიანი იყო, რომ თქვენ შენ და თემურს დიდი ხნის ძმაკაცობა გქონდათ, ძალიან დიდი მეგობრობა. ჩვენ ეხლა ძმაკაცობთ პირდაპირ შემიძლია, მე გარდაცვლილი თემურ ციკლაურთან დღესაც ძმაკაცობ და დღესაც მასთან ერთად ვარ და ის დღესაც ჩემთან ერთად არის, აგერ უკვე რამდენი წელი გავიდა თემოს გარდაცვალებიდან, 1 თებერვალს გარდაიცვალა თემო და 22 იანვარს დაბადების დღე აქვს, 80 წლის ხდება და მე ყოველთვის წარსულში კი არ ვლაპარაკობ, ჩვეულებრივად აწყოში საუბრობ ხოლმე და საფლავზე რო ავდივარ, ჩვეულებრივად ვესაუბრები თემოს ისე როგორც ცოცხალ ადამიანს. საერთოდ არ მაქვს გაფრენილი, საერთოდ ჭკუ ადამიანს და ნორმალური ადამიანი ვარ, ფსიქოლოგიურად მდგრადი, მაგრამ ნუ ასე არა, ჩემთვის ის ჩემი ძმაკაცები დოიჯაც, მამუკაც, ეთორკაკულიაც, ზურავადაჭკორიაც, თემოზე აღარაფერს ვლაპარაკობ, უჩაკორზე, ჩემი საძმაკაცო ვინც იყო, თორე ბევრია ღირსეული ადამიანი იმიერ საქართველოში წასული, მაგრამ მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემ საძმაკაცოზე ვსაუბრობ, ხო? ბიჭები ყოველთვის ჩემთვის ცოცხლებად დარჩებიან და ცოცხლები იქნებიან, სანამ მე გადავინაცვლებ იმათთან იმიერ საქართველოში. ახლა გააგრძელე კითხვა. მე ვიცი, მინდა გავაგრძელო, რომ ანუ თემური ისეთი ადამიანი იყო და ისე უყვარდი და დღემდე ისე უყვარ ხარიქიდან, რომ ვიცი, რომ ეხლაც რომ მოხვედი ტელევიზიაში, ეხაც მოყვებოდა და აქ იქნებოდა. ეს ნამდვილად ვიცი. იმიტომ რომ მე ჩვენ ბევრჯერ ყოფილვართ ერთად გადაცემებში. თუნდა სიცრუის დეტექტორში ვნახე ჩანაწერი. ხო, უი, სიცრუის დეტექტორი, ხო, ეგ საერთოდ მოვლენა, ეხლა თემო როგორი სიცრუის დეტექტორში არასოდეს არ ყოფილა თვითონ, უარსეუბნებოდა ხოლმე ყოველთვის. არ მიდიოდა და ნუ მე დამდო პატივი და გამომყვა სიცრუის დეტექტორში მხარდამჭერთა გუნდში ეგ და ჯაჯო მყავდა და ისეთი შოუ ჩაატარა და ისეთი რეალური იყო და ისეთი მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ რომ თვითონ ჯაჯოც კი გაგიჟდა ეს ვინ ყოფილაო ამისთან ადვოკატი თუ ყავდა ჩუბინძეს არ ვიცოდით და ეს ხუმრობით მაგრამ მართლა კარგია აი დღემდე სალაპარაკოა ეგ გადაცემა ისეთი კარგი გადაცემა გამოვიდა მაკეტან და თემოს მხრიდან. გაანახლოს ღმერთმა მისი ნათელი სული და ევათ სამარადისო ხსოვნა და არ დავიწყება მას. გავაგზავნოთ, გადაცემა ჯობია. და ისევ თემოზე მინდა დაგისვა ერთი კითხვა. თუ თქვენი მეგობრობიდან გამომდინარე, თუ მიუღია მას მეგას ჯი.
რა თქმა ხა ეგ ისეთი შეკითხვაა წინასწარ რო იცი შენ თვითონ პასუხი რა, მაგრამ კი რა თქმა უნდა. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ხო არიან ეგეთი ადამიანები რომ არისიან ამაზე. აი, ვინც მეგას ისტორია იცის, მე მგონია რომ ყველა მის ეგ ისტორია. კი, რა თქმა უნდა მიუღია თემოს რამდენჯერმე ეს ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესო კონცერტიდან დაწყებული, წლის ყველაზე პატრიოტული სიმღერის ნომინაციით დამთავრებული. მასაც და მის ნამღერსაც, იმიტომ რომ მისი ნამღერები ყველა მიცის რომ მას არ ეკუთვნოდა და ეკუთვნოდა კომპოზიტორებს, მაგრამ ნუგზართუშიშვილის პირობითად ვამბობ რა, ხო, და ვიღაცებს, ხო, ეკუთვნოდათ ეს სიმღერები და მათ მიუღიათ, იმიტომ თემოსნაირად ამ სიმღერას ვერანაირ ვერ იმღერებს, ხო? ვერასოდეს. მილიონჯერ გამოვიდა, მილიონი რემიქსი გამოვიდა, პირობითად მილიონი რემიქსი თემოს შემდეგ მისი ნამღერების, მაგრამ არის რაღაც ხელშეუხებელი, ათვლის წერტილი, რომელსაც ქვია თემურ ციკლაური და იმის მსგავსად, რაც არ უნდა გადააკეთო, გადმოაკეთო, დარჩება ყოველთვის თემოს ნამღერად. ისე როგორც დოიჯას ნამღერი, ისე როგორც მამუკას ნამღერი, ეთოს ნამღერი, ხო? აი, მათ შექმნეს და მორჩა. იქ დამთავრდა ამ სიმღერის რაც არ უნდა გაარემით გამოარემიქსო, კარგიც გამოვიდეს და ცუდიც გამოვიდეს, იმაზე უკეთესი ვერასოდეს ვერ გამოუვა ვერცეთ ახალგაზრდას და ვერცეთ ძველგაზრდა მემღერას, როგორც თვითონ ორიგინალის პატრონები მღეროდნენ, ხო? ამიტომ მეგაზე ყოფილა და თემო ძალიან ბევრჯერ მეგაზე როცა სიტყვით გამოსულა და ინტერვიუ მიუწია, ძალიან ბევრჯერ მადლობას გვიხდი და მებეფერებოდა, მხარს მიჭერდა ყოველთვის და ყოველთვის ცდილობდა რომ მიეწვდინა სხვადასხვა ხელისუფლებების დროს, სხვადასხვა მინისტრებისთვის ის რომ ამ კაცს დაუდექით გვერდში, ის ისეთ არაფერს არ ითხოვს, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მათი შესრულება და მისი მოფერება და გარდაცვლილი თემოს სურვილი და თხოვნა პირველად წელს ასრულდა, პირველად იყო შემთხვევა, როცა შემოქმედებით მას საქართველოს მხარი დაგვიჭირა კულტურის სამინისტროს გულისხმობ და მინიმალური ამაზე არ თანხებზე არ ვლაპარაკობ, ძალიან მინიმალური ყველას რო გაუკვირდა გვერდში გვედგა და წელს აი ესე ჩავატარეთ ეს მეგა და არ ვიცი ალბათ მაყურებელს იმასაც გავუმეორებთ რომ მეგას დაჯილდოების ცერემონიაზე გვაქვს ჩვენ დაწესებული თემოს სახელობის პრემიალური მეგა, დოიჯას სახელობის მეგა, ეთოს სახელობის ჯილდო და მამუკას სახელობის ჯილდო. აი 4 ადამიანის ჯილდო გადაეცემათ ხოლმე სხვადასხვა დამსახურებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩავთვლით ხოლმე საჭიროდ. სხვადასხვა ადამიანებს. ესე. აი მაგალითად მამუკას მეგა წელს იმას რა ქვია დათო როსტომაშვილის ელგოწილად მამუკა ონაშვილის დაიკოს ხელით მიიღო მან მაიკოს ონაშვილის ხელით მიიღო ზურა დოიჯაშვილის მეგა წელს ხვდა მის მეგობარს ჩვენს მეგობარს რა თქმა უნდა ზურა ხაჩიძეს ძალიან დიდი მეგობრები იყვნენ დოიჯა და ხაჩიძე ერთმანეთის ორივე ზურა და ასე შემდეგ რა ეს ფესო შეგიძლია გაიხსენო ეთოს უკანასკნელი დღეები. უკანასკნელი ჩვენ ყველა ბოდიში გაწყვეტინებ, ჩვენ მე პირადად ნახე ეს ვიდეო შენ ფარულ კონვერტში რო გავუშვი ეთოსი. ხო, ქართველების ერთად დამილოს. უკანასკნელი დღეები კი არა, ჩემო კონსტანტინე, ეგ იყო უკანასკნელი წუთები სიცოცხლისა ეთოსი. კი. რო აიყვანეთ. კი, ძალიან კარგად მახსოვს სამკურნალოდ იყო ორჯერ თუ იცი, თუ გახსოვს ისრაელში. კი. მას ისეთი დაავადება სჭირდა რომ რა თქმა უნდა ჯერ მისი წამალი არ არის გამოგონილი ან თუ არის გამოგონილი ჩვენნაირი მოკვდავებისთვის ის არ არსებობს და ამ დიაგნოზით საბოლოო ჯამში ეთო დაბრუნდა სახლში დოლიძეზე ავიყვანეთ მე-4 სართულზე თუ მე-5-ზე არც მახსოვს და ეს იყო მისი ბიჭებმა ავიყვანეთ ხელით და მე თქვი ეთო ხალხი ელოდებოდა ძალიან 2015 წელი იყო 10 წლის წინ გარდაიცვალა ეთო მოდი რა ხალხს მიმართე მე თქვია თვითონ იმდენად პოზიტიურად იყო ხო ყველაფერი ტკიოდა ხო ყველაფერი აწუხებდა მაგრამ ის არ იცოდა მან რომ კი მოჭირდა ეს არ იცოდა იცოდა რომ სნეულად იყო მაგრამ ეს არ იცოდა და ისა კიო რა რაზე ლაპარაკიო და მისუსტებულმა და მინავლებულმა ჩავრთეს ტელეფონის სიმართლე გითხრა არც კი მიკადრია ვიდეოს ჩართვა, იმიტომ რომ თავის საწოლზე იყო დავაწვინეთ.
უკვე ძალიან ძიმე. თავის საძინებელში კი და ეთო მეთქვი მიკროფონს ჩავთავ მეთქვი ტელეფონის მიკროფონი მქონდა, ჩავხდე ტელეფონში მიკროფონი და ხალხს მოეფერეთქო და მიმართა იმ უკანასკნელი სიტყვებით ეთომ რაც საზოგადოება მიცის და დღესაც შეუძლია YouTube არხზე დაძებნოს ყველამ ჩაწეროს პირდაპირ ეთერკაკულიას უკანასკნელი სიტყვები და მოусმინოს როგორ ეფერება სიცოცხლის ბოლო წუთშიც ქართველებს და როგორ მიყვარხართ და როგორ აღარ მინდა გახსენება რა. ესე იყო ეს ამბავი. ესო თუ გახსოვს წელს აი ხლა პირველი ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე შევეხებით მე ქორეოსაც ქორეო ფოლკ ერთად ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ და ასე სხვა დანარჩენებსაც და თუ გახსოვს ვინ მიიღო ასე ვთქვათ ყველაზე მეტი მეგა ფოლკ ქორეოში. იცი როგორ არის? ასე არა, უყურე ფოლკ ქორეო ფოლკ მეგას ფორმატი არის აბსოლუტურად ყველაზე აქ თვლით არა. აქ თუ იღებს ამ ჯილდოს და ამ პრემიას, მეგას პრემიას იღებს ერთი კონკრეტული ანსამბლი და ასეც ჩვენ ვარჩევთ რეგიონების მიხედვით. მიხვდი? სამეგრელოდან მიიღო წელს თუთარჩელა მახოგვარამია, ბათუმიდან მიიღო თამილა ბერიძემ, იქიდან ქართლიდან, აი მიხვდი ხო? ანუ თბილისიდან ვიღაც. ანუ საქართველოს მასშტაბით კეთდება ეს? რა თქმა უნდა, მთელი არჩევანი, იმიტომ რომ მე მთელი წლის განმავლობაში სრულ მონიტორინგს ვეწევი ჩატარებული ღონისძიებებისას და ამის მიხედვით ვანაწილებთ ხოლმე ვისი მაგალითად პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას ცეკვავენ, როგორც ცეკვავენ კი არა, უყურე რას ცეკვავენ. ქორეოგრაფებისთვის იმას აქვს მნიშვნელობა, როგორც ცეკვავენ ბავშვები. აი ხელის გაშლა სწორად, გასმა რო გააკეთონ სწორად, ხაზი სწორად დააყენონ, ეს მათი მოვალეობა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩემი როგორც ორგანიზატორის მოვალეობა და ვალდებულება ჩემი თავის მიმართ არის ის, რომ რას ცეკვავენ ამ ბავშვს, რას ცეკვავენ ეს ბავშვები. უყურე რას გულისხმობ და რას ღერიან შესაბამისად ფოლკლორულად, ხო? ეხლა იქ ფოლკლორულად იმაში ანსამბლში ვერ ამღერებ ანჟელიკა ვარუმის და აკუტინის სიმღერას. რა თქმა უნდა ქართული და ფოლკლორული ნამბობი პოლიფონია, ხო? და აი დადგმას მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შოუ დადგმას ცეკვის დროს. ეს შეიძლება ქორეოგრაფებისთვის მიუღებელია, მაგრამ მაყურებლის თვალსაზრისით ჩემთვის მისაღებია 21 საუკუნეში იქ სადაც მაგალითად შეტანილია დროშის ეფექტი, ქართულ ნინოს ჯურის ეფექტი, ეს მოსულა, ასე აი ხორუმი მაგალითად, ხო? ხორუმში ძალიან დიდი ქორეოგრაფების განაც კი ვიცი, ვინც მე ჩემ გადაცემებში წყოლია სტუმრად. გახსოვს ხო, ხორუმში ხაზად რო გამოდიან ბოლოში და ხელში აყვანილი რომ მოყავთ. იქ დროშა არ ეჭირა, აქ არ არის დროშა არ უნდა ეჭიროს იმ მოცეკვავებს. ანუ არა აწესი. არა, ეს ასე, მაგრამ ახლა გაცილებით მისაღებია ჩემთვის, როცა ხელში დროშა უჭირავს იმ ალამდარს, რომელიც გამოყავს ამ ხორუმის ხაზს, ცეკვა როცა მთავრდება და გადიან კულისების ბოლოში ესე დროშით. ეს გაცილებით დიდ მუხტს აძლევს მაყურებელსაც და სულს გიყვიძებს, იმიტომ რომ ქართული დროშა ის პატარა ელემენტია ამ ქართულ ცეკვაში შეტანილი, რომელიც ჩემთვის მისაღებია, როგორც ორგანიზატორის. მით უმეტეს კიდე იქ მე ტრიალით შემოსვლა ბოლოში და დროშით გასვლა დროშით. ძალიან კარგად საყურებელი, რა თქმა უნდა, არ უნდა დაიკარგოს ის ნამდვილი ქართული რაც არის. თეორიული აი უჩადვალიშვილმა იცის ხოლმე ძალიან კარგად ახსნა და ჩემ განაცემაშიც ბევრჯერ აუხსნია უჩას რომ რა ელემენტებს ჭალებში ვამახინჯებთ ჩვენ, თუმცა ამ დამახინჯებაზე თვალს ხუჭავთ, იმიტომ რომ ის პრიორიტეტია, ბავშვმა უნდა აღიქვას, ქართული დროშის ფასი უნდა იცოდეს, საბრძოლო ცეკვებში, ხორუმი საბრძოლო ცეკვა, რატომ შეიძლება შეიტანო დროშის ელემენტი, ხო? მერე იქ ტექსტობრივი გაშიფრვა მიდის ხოლმე სამაიას როცა ცეკვებს ეშინა და მზეგარი ეშინა აი ამის გაშიფრვაც კი მიდის ძალიან დიდი მნიშვნელობა ტექსტების გაშიფრვას ცეკვის გაშიფრვას ასე თქვა შენ იმის თქვა გინდა ბესოროს თითო სიტყვაში თითო სიტყვა აუ რამხელა რაღაცა დევს იცი ყველა რას ლაპარაკო ყველა აი მე ვიცნობდი ძალიან კარგად ცხონებულ ზურა ქაფიანიძეს და მაგან შუმერული ის რო შექმნა ფილოსოფია და მთელ შრომებს და ნაცნობებს აგებდა ზურა იყო ვაშკაცი ქართული კაცი აი მაქედან დავინტერესდი რომ ქართულ სიტყვათა წყობაში ქართულ ასოებში ასომთავრებში ხედულში იმ ხელა კოდები დევს რო დაფიქრდე შეიძლება გააფრინო
ბევრი არ უნდა იფიქრო, მართლა გააფრენ რა, გეუბნები მე რო დავფიქრდი, მე ვთქვი ამას მირჩევნიათ საზე ვარსკვლავები ვითვალო. რო ეს არ გავგიჟდეს საერთოდ რა. მაგრამ იპოვე რამე ისეთი. ასე ლაპარო ქართულ ცეკვაში, მოძრაობებშიც კი, აბა ესე წამოსაძახებლად რო გვაქვს, უყურე ვითომ არაფერი და ვამბობ, ქართული ცეკვა არის მსოფლიო ცეკვებს შორის ერთადერთი ქართული ცეკვა, სადაც მამაკაცი ქალს არც კი ეხება. არც კი ეხება, მიდის, ყველა არც კი ეხება, ხელი წელზე ხელი, ფეხზე ხელი, უცნაურ მოძრაობებს არ, ლაჯებს არ იქნევს აქეთ-იქით. ასე ვთქვათ, ტანგოს არ გავა. აი გეშე, ხო, მიხვდი ხო და ეს რა ადვილი სათქმელი, ხო, მართლა ბუჭო, ნახე ეხლა დავფიქრდი, ქართულ ცეკვებში ხელით არ ეხებიან იმას, რა ქვია, მანდილოსანს და არ მიმიქცევია ყურადღება, რამდენს არ მიუქცევია ყურადღება. არის რაღაც ცეკვები, სადაც რა თქმა უნდა ტრიალში და რაღაცებში, მაგრამ ზოგადად ასია. ესეც კი კოდირებული, ესეც კი ქართული სულის მაჩვენებელია, ვაჟკაცი ქართველის მამაკაცის დამოკიდებულება ქართველ ნამდვილ ქალურ ქართველებთან. რატო გამოაქვს მანდილი ფარიკაობის დროს ქალს? რატო რა კაცი ვერ გამოიტანდა და ვერ ჩააგდებდა, თქვა სიტყვაზე სალამურს და ვერ გააშველებდა მოჭუბრებს? რა როლი აქვს და რა დანიშნულება აქვს იმას, რომ ქალბატონს გამოაქვს ნარნარით და ქალბატონი აგდებს თეთრ მანდილს მოფარიკავეთა შორის. პირობითად ხუმრობ ეხო შეიძლება ვიღაცამ გამოდა სალამური დაუკლავს და გაჩერეთ ნუჩხუბობს უთხრას. ამასაც კი კოდი აქვს, ქართული გენის და კოდის ძალიან მაგარი მაჩვენებელი. მილიონი რაღაცა იქ ეხა შეიძლება ხვალდილამდე გავაგრძელოთ. ასე რომ ამ ხომ რატო დავიწყე იცი? ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და მთელი საქართველოს მეძებთ აი ამ ამონარიდებს. იქნება ეს აჭარა, იქნება ეს რა ვიცი მე კახეთი, იქნება ეს ქართლი, სამეგრელოს საოცარი ქორეოგრაფები. საოცარი ქორეოგრაფები ყავს სამეგრელოს. აი რომეობულია მაგათი ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე რა სამეგრელოსი და ჯერ თვითონ არის მაგარი ორგანიზატორია და აი ისეთ ფესტივალებს ატარებს ხოლმე რომ ჩავდივარ სამეგრელოს ქორეოგრაფიას რო უყურებ ხო გახსოვს ვინ თქვა? გინდა ნახო საქართველოს, ჩადი სამეგრელოში. აი ქნახავთ აი გლიჯა ეს სცენაზე ცეცხლსანთები ხო თვითონ რომეოც ამხელა ასაკობრივად ჩემი ტოლი ბიჭია და ბიჭი ხო ხუხთა ბიჭს რო ეძახე ჩემს და ჩამოურჩელა აქვს მაგათ ანსამბლი ძალიან მაგარი აი რა გითხრა ეხა სიმღერის და ცეკვის არის ორივე განყოფილება აქვს წელს დავაჯილდოვეთ სხვათა შორის ჩელა და რო გაუბერავენ ხოლმე და წვერსა ადენენ ხოლმე იქაურობას ისე დღეში არიან და რო უყურებ აი ამ ხელა ხავს ბიჭო და გემატება და მე რო უყურებ მე კი ბავშვები რო უყურებენ მათივე ანსამბლების მოცეკვავეები და მომღერლები ამ ხელა ლოტბარები გამოდიან თასავით კაცები და რომეო რო გამოვა და იქ რო ცეკვას დაიწყეს ეს ამ ხელა კაცი და ბრდღუნის იქ სცენას თავის ბიჭებთან ერთად ჩელას მოცეკვავებთან და ქალბატონებთან ერთად ხო მე ჩახვალ სხვა რეგიონში აი ქართლში უყურებ და იქ ჭულუხაძის რაზმი რო გამოდის და შეხედავ და რა ვინ მოგერევა ბიჭო რა რუსეთი რა არაბეთი და რა თურქეთი და რა უკრაინა მოგერევა ვერ მოგერევა ეს იცი აი რას ტრაბახობ ხშირად უთქვა ჩვენ რას ტრაბახობ და ერთი ადგილი მაქვს სატრაბახო და იმიტომ ტრაბახობ კაიგე ამას რო ტრაბახობ შე რო ტრაბახი გონია მე ვეძახი რას იცი რეალობის ფიქსაციას რას ტრაბა ვიგონებ ამ ყველაფერს ვტყვი შე რო არ გაქვს ნანახი ეგ იმას არ ნიშნავს რომ მე ვტყვი წამოდი წაგიყვან განახებ რომ ეს ასე ჩაგიყვან სამეგრელოში და განახებ რას ბრდღუნის ჩელა სცენაზე და მე მევლატავებ ტრაბახობ თუ არ ტრაბახობ ქართული ცეკვით და ხელოვნებით სხვებთან იქ რა ვიცი მე რუსებთან, თურქებთან, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ პრიორიტეტი, როცა შენთვის ქართული არ არის, აი იქა გაგდარხეული. ქართული უნდა უკრაინულ კანკალსაც ვამართებ და იმას რა ქვია მე ესპანური იმას ყველა ცეკვას მომწონს ტანგოსაც და რა ქვია იმას ჩა ყველაფერს რა სისულელე ეს უპატივცემლობა არავის ეგონოს ჩვენი მხრიდან მაგრამ შენ რო პრო ქართულად არაზრონებ როგორ არ მიყვარს ეს პრო ეს სიტყვა მაგრამ ჯერ ქართულად იაზრონე ჯერ ქართულს დაუკარიტაში და შენ რო ამას ტრაბახს ეძახი ხარ შეუგნებლად შენი ქვეყნის მტერი შეუგნებლად შეგნებულად თუ ხარ მაშინ თლა უარესი შენთვის მაგრამ შეუგნებლად არ იცი შენ ქართული საქართველოს ისტორია
შეიძლება იცოდე, მაგრამ არაფასებ. მაშინ უფრო დიდი მტერი ყოფილხარ. თუ იცი და არაფასებ. ეგ რას გავს იცი? აი ის ბევრ წიგნწანა კითხი და ბევრ განავალი ლევანა ბერძენიშვილი რო გამოვიდა და ერეკლე მეფე რო დააკნინა და მოღალატე რო ეძახა ერეკლე მეფეს. ასევე თამარ მეფეს გადაგვაუწევს. აღარ მივდივარ იქით, აღარ მივდივარ. აქ უახლოეს წარსულს გიყვები. რა, შენ ბევრ წიგნწანა კითხობა და სოფლიოს ბევრ ქვეყანაში განავლობა არ გაძლევს იმის საფუძველს, რომ ერეკლე მეფეს კაცს, რომელსაც ხორცი ქონა, სულ არა მაქვს ლაპარაკი, ხორცი ქონა გადადებული საკუთარი ქვეყნისთვის. ქართლ-კახეთის მეფე, საქართველოს მეფე, ჯერ ეგეთი იმდენიც არის ის შეიდიოტო, რომ საქართველოს მეფე კი არ იყო ერეკლე მეფე, იყო ქართლ-კახეთის მეფე და იმერეც მაშინ თავის მეფე ყავდა და ქართლ-კახეთის სახით ელაპარაკებოდა იმ რუსებთან და ქართლ-კახეთის სახით გაუფორმა ეს გეოგრაფიის ტრაქტატი. ჩადი იმის დროში და იაზროვნე სტრატეგიული მეფე იყო ერეკლე მეფე და შენ ამას უკარგავ და ეხლა რას დაუძახებთ იცი ერეკლე რო იყოს ეს რუსი ეს მოღალატე ეს რუსეთუმეს დაუძახებთ ერეკლე მეორეს აი გადაუვლიდნენ ზე ხო ერეკლე არ გადაავლევდნენ და ხმლის ტას ურტყავდა თავში სულ მაგრამ აი გაგიჟდებოდა კაცი აი რო გააცოცხლა ერეკლე ეხა ჩამაწვინეთ დამაბრუნეთ უკან სვეტი ხოლმე და მეორე მოკდებოდა აღარ მინდა დამაბრუნეთ უკანო აი დავით აღმაშენებელი რო ადგენს და წამოდგეს ეხა გელათიდან და ამოიხედოს ერთქვენი კარგი ცოტა ჩამაბრუნეთ უკანო გეტყვის აი მათ რო შეხედავს რა რაც ხდება ქვეყანაში სადაც დასცინიან კაცებს და დასცინიან ქალებს და საქართველოს სიყვარულს და სადაც პრიორიტეტად არ გაქვს ის რასაც ქვია ქართული ხელოვნება ქართული მუსიკა ბიჭო ჩაკრულო გაქვს კოსმოსში რატო არ გაქვს ლამბადას მაგვარი რაღაცა მუსიკა ან მოხევის კალოთი რავი ქართული ჩაკრულოს ტექსტი რა არის უნემცი ჩაუხტეთ მუხრან ბატონს ანუ ბრძოლა თავისუფლებისთვის ამაშიც კი ის ტექსტი დევს რომ მე თავისუფალი ვარ სამყაროს ეუბნები კოსმოსს ეუბნები მე ვარ ქართველი ყოველგვარი მაშასადამეს გარეშე იმიტომ რომ მე ვერ ვიტან ვერავის მონობას ვისი ავიტანე რომ ავიტანე ვინმეს მონობა თურქების ავიტანე არაბების ავიტანე რუსების ავიტანე ევროპელების ავიტანე ამე ვერავის ვერ აგიტანთ გინდათ პარტნიორობა აქა ვარ მე ჩემი წარსულით ჩემი აწყო პატარა ვარ მაგრამ მუშა და არაფერი შეგეშალოთ რა აი ეს არის კარგი მადლობა მესო საინტერესო პროგრამისთვის დიდი მადლობა მოსვლისთვის და მადლობა რომ ესეთი საინტერესო ადამიანი ხარ საინტერესო პიროვნება და ყველაზე მთავარი პატრიოტი შენი ქვეყნის და ნამდვილი ქართველი ადამიანი და ვაჟკაცი პიროვნება ისეთი როგორც საქართველოს შეეფერება. ჩვენთან ერთად იყო პირველ ბლოკში ჟურნალისტი, მეგას დაჯილდოების დამფუძნებელი და ვეტერანი სამხედრო ბესო ჩუბინძე, რომელმაც აფხაზეთის ომში საკმაოდ სახელი დამკვიდრა არ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ ძალიან დიდი ძალა ჩადო იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, საქართველოს ყოფილიყო თავისუფალი. ჩემზე მეტი ძალა ჩადეს ბიჭებმა, ჩემზე მაგარი ბიჭები დაიხოცდნენ იქ და ჩემსავე ცოცხლები არ ჩამოსულან. ჩემზე მაგარი ხალხი ვერ გადარჩა იქ და ჩემზე მაგარმა ჩემშობლებზე მაგარმა მშობლებმა შეიძლება ცრემლი ღვარეს იქ და მთავარი ის არის რომ ჩემზე მაგრად იმუშავეს იქ ბიჭებმა და მოდი ის ხალხი დავაფასოთ და ის ხალხი იყოს დაფასებული და დიდი მადლობა ტელემაყურებელს რომ გვისმინა დიდი მადლობა რომ აი ამ ჩვენს გადაცემას ასე პოზიტიურად მიუდგა და მადლობა იმისთვის რომ პირველი და პრიორიტეტული არის ყველაფერი ქართული თქვენთვის ძვირფასო ტელემაყურებელი გაუმარჯოს საქართველოს და დიდება საქართველოს მოსახლეობას საქართველოს თვითონ და აი ხარ ასე დავასრულებ პირველ ბლოკს დამეთანხმება აუცილებლად უფალი მეფობს და იმ მეფებს მუდამ და საქართველოს მის კალთებს ქვეშ არის. მადლობა. გაიხარეთ შევხვდებით, მადლობა ტელემაყურებელს, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეხლა ცირე სარეკლამო ჭრა და დაუბრუნდებით მეორე ბლოკში უკვე რამაზ ჩალიგავასთან ერთად, რომელიც არის ინჟინერი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო თემებს გამიხილავთ ეთერში. მადლობა, დაუბრუნდებით მალე. დროებით.